შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის მინისტრი დღის ცენტრ ანიკას ესტუმრა. მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დღის ცენტრი დაათვალიერა და ბენეფიციარების მომსახურების პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო. საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოაცხადა. მიზანი სოციალური იზოლაციის დაძლევა საზოგადოებაში, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. ვესტუმრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს, ორგანიზაციამ ანიკას, სადაც ბენეფიციარები მოვინახულეთ, გავეცანით ადგილზე არსებულ სიტუაციას. ზრუნვის სააგენტოსთვის ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას პრიორიტეტს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა. ის რომ ბატონი მინისტრი ამ დღეს გვესტუმრა, ძალიან ღირებულია თითოეული მონაწილისთვის. და ეს გვაძლევს რწმენას, რომ სახელმწიფო ფიქრობს და ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებები ამ ქვეყანაში იყოს რეალიზებული და კიდევ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ განვითარებისკენ წავალთ.